კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობის, მოგედით, ნახე როგორი ყაბაყის ჭიქები გაუმზადებიან. ლიკა შენ ამ ბოლო დროს დაიწყე ცოტა ვირტუოზული კულინარია. მართლა გეუბნები, რასაც მეგოყურებ ესე. არა, რა ვირტუოზობა, ეხლა ეს არ გამარჯვება. რაღაცნაირია, ნახე. შეხედე, გეგონება ბამბუკის ჯოხები გეგონება და ამას არის ყაბაყი. კი, ყაბაყია და ახლა ვეგაჩვენებთ რას ვაკეთებთ ამ ყაბაყისგან. მოკლედ, დღეს გადავწყვიტე, დღეს ზაფხულს ან უხდება ფარშირებული ბოსტნეული და რაც მეტნაირი, მით უკეთესი შეგვიძლია რა თქმა უნდა ბულგარულებით, პომიდორიც და უამრავი სხვა ბოსტნეული მოვიფიქროთ, თუმცა დღეს ჩვენ გავაკეთებთ ყაბახს და ბადრიჯანს, ყველს მიეპარები, ხო? დიახ. კი, ეს სტაფილოსის არის და ეს ნივრიანია, დიდს ვერ, ამიტომ ვერ მოგაწოდებ. ამისთვის ეს დაახლოებით ერთნაირი ზომის ბადრიჯანი, რა თქმა უნდა, უფრო სასურველია და ესე ერთის გამოტოვებით უნდა გავთალოთ. აი ლიკა, სულ კითხვას. რა მიზანი აქვს აი ამ ერთის გამოტოვებით გათლას? ან სულ გათლას, ან გაუწევობა? თან რბილი იქნება და თან ცოტა მყარი ფორმა შეინარჩუნებს. სულ რო გათალო ეს ძალიან სირბილისთვის არის ეს გაჩლება და თან ისეთი იქნება, ცოტა მყარი. შემდეგ აი აქ ცოტას ჩავჭრი, არა ბოლომდე, ესე ჩავჭრი. ამ 4-5 ცალს ესე გავაკეთებ, მარილს მოვაყრი, ზეითუნისეც მოვასხამ და 1-20 წუთით გავუშვებ ღუმელში, რათა დარბილდეს, რომ ცოტა გავხსნა, გავშალო და შემდეგ ხო, მოვათავსო ფარში. ამასობაში ფარშისთვის არჩილ მობრძანდი. არჩილი ის არის საქმიანად. ხო. რაღაც იყო გადასაწმენი და ამასობაში მოვთუშავ ბოსტნეულს, ხახვს, სტაფილოს და ფარშს, რა თქმა უნდა, ცოტა ნიორსაც დავამატებთ და ამისთვისაც ხო დრო გჭირდება, ამიტომ ამაში დროს მოვიგებთ. რაც შეეხება ყაბახს, ისევ დავჭრი ესე, 3 ნაწილად გავანაწილებ თვალით ამ შემთხვევაში და მე ესე გულს კოვზით ამოვაცლით და ეგ იქნება ჩვენი ფორმები. დაახლოებით ხედავ ამ იდეას, მესმის ხედავ. ხო, გაიმეორებთ იქ. აუცილებლად, თუ კი გავაკეთე ფარშირებული ბოსტნეული, ყაბახს დავამატებ უდაოდ. ყაბახის ოთეში ძალიან მიყვარს და არა მხოლოდ ასეთი სახით, მისგან მაჭკატებიც ძალიან გემრიელი გამოდის და კი და არატკბილი არჩილ რა თქმა უნდა. არატკბილი, ხო და ძალიან კარგი ხერხია იმისთვის, რომ ბავშვებს შევაპაროთ ბოსტნეული. ჩვენ სამზარეულოში, რა თქმა უნდა, გუდვილის მიერ მოწოდებულ პროდუქტებს ვიყენებთ და როგორც იცით, ხილბოსტანს, ხორცს და რძის პროდუქტებს, ყოველთვის რომელიც მარაგდება ქართველი ფერმერებისაგან, მოწოდებულია ქართველი ფერმერების მიერ და დახზე მოხვედრამდე აუცილებლად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას გუდვილშივე. შესაბამისად, ყოველთვის არის სანდო. ეს ფორმაც ფერადი და ლამაზ-ლამაზი ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი კარგია გაზაფხულზე, ზაფხულშიც და თან რა ლამაზად არის ხოლმე დალაგებული, ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა დახლებზე. იქ თავის თავად. ხო, აი ნახე, ბოლომდე არ ვაცლი ამას, რათა ქვევით ესეთი. ხო, ჭიქას აკეთებ. ხო, და ამასაც გავუშვებ ღუმელში ცოტა რომ მორბილდეს, თუმცა ყაბაყი უფრო მალე წვება, შეიწვება ხოლმე და შესაბამისად ძალიან დიდი დრო არ სჭირდება. აქ კი, რა თქმა უნდა, ზეთი გვჭირდება, ზეითუნის ზეთი სულ ოდნავ და მოვთუშავთ ხახვს, ნიორს, ოდნავ რო ეს არის, არ არის? ხო. ხახვს, ნიორს, სტაფილოს, თუმცა თქვენი გემოვნების ამბავია რა ბოსტნეულს დაამატეთ, შეგიძლიათ ბრინჯიც დაამატოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხორცთან ერთად აღარ დავამატებ ბრინჯს, თუმცა ბრინჯის დამატებაც შესაძლებელია. დავამატებ ბულგარულს, ორივე ფერს ჩავჭრი, ტომატ პასტას აუცილებლად და რა თქმა უნდა ხორცსაც მოვთუშავ და ეს თითქმის მზა მდგომარეობაში უკვე მერე ჩავალაგებთ. ან ბულგარულებში ჩასმულ ფარს მოერიდე, რადგანაც ყველაზე გავრცელებული და ახალი ვერსია. ხო, თუმცა ძალიან მიყვარს და ძალიან გემრიელია და ძალიან უხდება ზაფხულს უმეტეს. შემდეგ როგორ გააკეთებ ამის სერვირებას, რაღაცა იცი რა, მოლოდინები გამიჭრილი. ნახე ისე არის უკვე მოთავსებული, რომ ხო, ეს ხო ესე აივსება და თან ანუ
ზევიდან ყველს მოვახეხებთ მე ეს დაადნება და იქნება თან სუყე და თან სუბუქი არა? და არა ძალიან წვნიანი ხო როგორც წესი არის ხოლმე ეს საფხულის არა ძალიან წვნიანი ვერ იქნება მაგრამ აი წვენისთვის ცოტა ტომატ პასტას იქვე დავამატებთ ხო? ანუ ეგ ნაწილი მე მომეწონა. იცი რა მე ხო ამ ბადრიჯანმა გამახსენა აი ძალიან მიყვარს უბრალოდ ცეცხლზე შემწვარი ბადრიჯანი ცოტა კარაქი შავი პილპილი ოდნავ მარილი და მორჩა აი გიჟდები აი საფხულის კანი ბადრიჯანის კანი რო იწובה სხვა გემოსაძლებს კიდე და ხო ცოტა დამწვარი. ხო შეკუწკუწებული. სხვათა შორის მოდი ვახსენო ჩვენი მეგობარი ლალიტო ტიკაშვილი რომელიც არაჩვეულებრივად აკეთებს ამ კონკრეტულ კერძს და მართლა? უი რატომაც? სხვათა შორის ლალი ნებისმიერი რამით შემიძლია ამის მოყვანილობა. მოგაწოდებ ახლა. ივა კვანთალებია. მადლობა. მადლობა. როგორი გრანდიოზული ტაფა. არა, ტაფა ისეთია რომ გინდა რომ აიღო და გააქანო და. ეგეთი ხორციანი ტაფა. ლალი აკეთებს ძალიან გემრიელად და მეც ვაკეთებ ლალის რეცეპტით ბევრი წელია სახლში. მაგას ეხლა მაგ ბადრიჯანს? კი, ანუ ბადრიჯანს მაღალ ცეცხლზე, ანუ პირდაპირ აი ღია ცეცხლზე შეწვავ, მერე კანს ესე გააცლი. გამანაწილებას ხდებ ცეცხლზე? არა, აი პირდაპირ ცეცხლზე. პირდაპირ აი მაღალზე ცეცხლს რო დაანთებ, აი პირდაპირ ცეცხლზე უნდა დადო. რომ აი გარედან ეგრე ხო? უბრალოდ სახლის პირობებში ეხლა სახლში ღია ცეცხლი ხო არ გვაქვს? ხო და აი არა მე გამანაწილებელზე მიკეთებ და დედა ნუ რა გავაკეთე მარინას რეცეპტი. დიახ. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მინახავს რომ გაზზეც პირდაპირ ატარებენ. ეს კანი რო დაეწובה, შემდეგ ამას გააცლი. ხონია ესე წკაპ კარაქი, პილპილი, მარილი და ვგიჟდები და თონის პური. მე ძალიან მიყვარს. პომიდორიც კი ჩააჭრა. აი, გირეკა. რეჰანი. როგორ? რეჰანია. რეჰანი ძალიან უხსება ხო საფხულს ზოგადად. მაგათ ბადრიჯანმა წამოიღო. კი, გახსნა. სურვილები. გონების და პირის რეცეპტები. და სოსო მე მგონი დღეს იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ სოსოს ყველაზე მეტად უყვარს ბადრიჯანი. მართლა სოსო. ხო და ეს. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ლიკა ეს ჭიქაშიც მომეწონება გინდა ყაბაკის იყოს და გინდა ისე ჩაულები კი და და იმ ბავშვებისთვისაც რომლებიც უკვე ყველაფერს არიან მიჩვეულები ფერს გულისხმობ საკვებში მათთვისაც ძალიან სასარგებლოა და ესეთი გემრიელი კერძია ერთი სული მაქვს ლიკა მითხარი ეს ლამაზი შიგთავსი როგორ მოამზადე კიდე ერთხელ კი ბატონო მოვთუშეთ ხახვი ნიორთან ერთად ცოტა ზეითუნის ზეთში შემდეგ აქვე დავამატეთ ფარში და დავშალეთ უბრალოდ ტაფაზე დავამატეთ დაჭრილი ბულგარული. იცი რა, აი აქედან გულსართი ხო ცოტა ამოვიღე და რაღაცები რომ დარჩა, ცოტა ყაბაყიც დავამატე ორი ფერი ბულგარული და დავამატე ესეთი რაკარგიას ტომატ პასტა გვაქვს და ეს რაკარგიას. კი, ტომატ პასტას ძენს ყველაფერს არაჩვეულებრივ ფერს და არა მხოლოდ პასტა, ნახეთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილიც რაკარგიასი გვაქვს. გუდვილის ბრენდი რაკარგია გვთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, როგორც კონსერვაციის, ასე კომპოტებს, ჩირეულს და თხილეულს. ახახანს დაემატა ბრინჯების ხაზის მრავალფეროვანი არჩევანი, ჩიას მარცვლები, კინოა და მოკლედ უამრავი სხვადასხვა პროდუქტია, თუმცა ჩვენ სხვათა შორის კეჩუპიც არის სიახლე და ძალიან მომეწონა იმ დღეს დავაგემოვნე და დღეს ამ პროდუქციაზე შევჩერდით. რას ვაკეთებ შემდეგ ეტაპი? ხო, აი დარბილდა და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კარგად გავშალოთ, უფრო ესეთი ნავები გავაკეთოთ, ცოტა შიგნით ავწეწოთ. მაგრამ ტოვებში გთავს არა, უბრალოდ ესე ცოტა დავშლით. აქვე დავამატებ მარილს და პილპილს, რომ ეს კარგად გაჯერდეს გემოებით და ამაში უკვე შევავსებთ ჩვენს ფარშს. ესე სათითაოდ უბრალოდ ფორმას მივცემთ, გადავიტანთ. ისე შეღუმელში შეაბრძანებ. კი, ღუმელში. პრინციპში ყველაფერი მზად არის, მაგრამ რომ შეპიწყინდეს, აი ზემოდან ცოტა თხლად პომიდორს დავაჭრი და ბოლოსკენ დავახეხავ ყველს. იგივეს გავაკეთებ აი ჭიქებში. ლიკა ზაფხულის ტომისა, ვიდრე ის რაღაცა, რაც უფრო გავრცელებულია ჩვენ სახლებში. ესეც უფრო ეს ნახე უფრო მარტივია, აი პირდაპირ. მარტივიც და უფრო
ლამაზი შესახება. შენ სუბუქი კერძები გიყვარს, ხო? და აქედან გამომდინარე, შენთვის ესეთია, არ გიყვარს ზედმეტად აი ისეთი ჩაშუშულ ჩახრაკული. კი არა, მეც მომწონს ეს ვერსია. ბევრად უფრო მსუბუქია, როგორც რო შემიირთმევ შემდეგ შეგრძნებების თვალსაზრისით, ასე უფრო ლამაზიც არის, თვალს უხარია. და თან იცი რა რატომ მომწონს ეს ყველაფერი? ნახე, თითქმის არ მაქვს ეს ყველაფერი მოთუშული. აი გემოები შენარჩუნებულია და სიცინცხალე ბოსტნეულის არის, ხო, შენარჩუნებული, იმიტომ არ მიყვარს. ეს ახლა რამდენი ხანი გქონდა ტაფაზე? აი ეს ხა ბოსტნეულის უბრალოდ დავამატე, უბრალოდ შეცხელდა, იმიტომ რომ ხორცი დაამუშავეთ, და შემდეგ ჩას. კი, სულ ბოლოს დავამატე და ზოგადად აჯაფსანდელსაც ასე ვამზადებ. ანუ აი კნატუნას ვტოვებ ბოსტნეულს, არ მიყვარს. ხო, ძალიან რომ ჩაიხარშება და ძალიან რომ ჩაიშლება ხოლმე. მირჩევნია რომ იყოს ისეთი. ესეთი ნავები პირდაპირ შემოსვა თეფშზე არის რესტორნის კარგია მსგავსი რაღაცნაირი სერვირებით იდეა. ხო, არ ვიცი. თიქ, შენ ახლა ისე მიყურებ, ხო იცი უფრო და უფრო მაქებ, მადლობა. არა, მე არ ზედმეტი არაფერი არ ვიცი ხომ, რასაც ვგრძნობ, იმას ვამბობ. რა ვქნა, ხო, როცა ართოვანება, მაგრამ არ უნდა ვთქვა. სხვათა შორის ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ასევე აეროგრილში. პირდაპირ შეგვიძლია ძალიან მარტივად, ნაკლებ დროში, ანუ ხა ბევრი იყენებს სამზარეულოში აეროგრილს და ამიტომ ესეც ძალიან მარტივად შეგვიძლია და უფრო სწრაფადაც რა თქმა უნდა მოვამზადოთ. რამდენ ხანში დავაგემოვნებ? შემდეგ ჩართვაში უკვე ყველიც მოხეხილი ექნება და ზედ დამდნარი ბატონო. რა ყველს ვიყენებთ ლიკა? ესეთ საკვებში რა ყველი არის? სულ ვიყენებთ, ცოტა დავაგემოვნე, იმიტომ რომ მაინტერესებდა მარილის. არჩევა თუ არ გასინჯა ისეთი. მარილის რა. არა, აი რამდენი მარილი მექნა სადილისთვის, ყველი გამლაშებდა არ ეს მაინტერესებდა, ცოტა ჩამოვჭერე, ძალიან გემრიელი. სულგუნი გვაქვს, რა თქმა უნდა, გუდვილის. უხდება ყველა საკვებს რა ვქნა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. თქვენ მოხვედით, მე კი წავალ ღუმელთან და მოვიტან. კაი წასვლალი, კარგი წასვლა, ეგ ვაწყობს ეგ წასვლა. კერძებს. აუ რა კარგია, ლევან ნახე რა კარგია. ასე. ბოლო სახე ლიკას დღევანდელი ძალიან კარგი იდეის. არა, აბაკი ძახის გიჟი. თავზე პომიდორი და ყველი აქვს თავზე, ხო, და ძალიან გემრიელი ვიზუალი აქვს და ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გულსართიც ასეთივე გემრიელი იქნება და ჩაასყაბაკი საბა? და თუნდაც სამარხო ვერსიაც, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, რომ ძალიან მარტივად მოამზადოთ ბრინჯით და უბრალოდ ბოსტნეულის გულსართით და მოდით აი ამ თეფშზე გადმოვიღებ, არ ვიცი, ვფიქრობ მოუხდება თუ არა, მაგრამ მოგრძო თეფშები ალბათ უფრო უხდება. ხო, გრძელი თეფში უხდება, მაგრამ ესე. ახლა მოვყვებით თავიდან ბოლომდე ციკ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, შენც დამეხმარე, რამე არ გამომრჩეს. პირველ ეტაპზე ბადრიჯანის ალაგ-ალაგ ესე ვთქვათ, გავთალეთ, შუა გული გავუჭერით, მოვაყარეთ მარილი, პილპილი და მოვასხით ზეითუნის ზეთი და გავუშვით ღუმელში 1-20 წუთით იმისთვის რომ ორბილებულიყო და შემდეგ გავხსენით ეს გული ცოტა ეს რბილობი უფრო აუძენძეთ. ყველი აქვე მიირთვი რა პრობლემაა და მაყურებელსაც გაუზიარე შთაბეჭდილებები, რატომაც არა. არ მინდოდა დამეჭრბილა. აჰა. შემდეგ ტაფაზე მოვშუშეთ ხახვი ნიორთან ერთად, დავამატეთ ფარში, დავამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ამ შემთხვევაში ბულგარული გამოვიყენეთ და სტაფილო გამოვიყენეთ და დავამატეთ ცოტა ტომატ პასტა, 1-2 სუფრისკოვსი საკმარისი იყო ამ რაოდენობისთვის. ასევე მოვამზადეთ ყაბაყის ჭიქები, რომლისთვისაც ყაბაყი რამდენიმე სამნაწილად გავჭერით, უფრო სწორედ გული ესე ამოვაცალეთ. ამოვათალეთ ყოვზი. ხო, კი ბატონო. დაუტოვეთ ქვედა ფენა. კი ბატონო და ასევე ესეც ცოტა ხანი ღუმელში შევარბილეთ, ესე ვთქვათ. და შემდეგ უკვე ამ ყველაფერში გადავიტანეთ ჩვენი ფარში, ტაფაზე წინასწარ მომზადებული და გამოვაცხოთ ღუმელში ისევ ერთი მართალია 15 წუთი სჭირდებოდა, მაგრამ ნუ უფრო მეტ ხანს დავაყოვნე, სანამ თქვენ გელოდებოდით. ზემოდან პომიდორი დავაჭერით და
დავახეხეთ სულ უგუნი და იყო ულამაზესი ეს ყველაფერი როგორც დაადნა ზეთ ავარა ძალიან ხუმელში და კარგია ვიზუალურად შვენივრად გამოიყო ესეთი ორიგინალური ნეტა დავასწრო იდეა არის როგორ შეგვიძლია რომ ლამაზად მოვხდოთ ჩვენი მაგი და საზაფხულოთ სტუმრებისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის და თან თქვენს დამეთანხმებით რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან მარტივად ფაქტიურად თავისით მზადდებოდა იმიტომ რომ ამიტომ იყო ხუმელში ხუმელში კი არა შენ ხელში რანაირად ხდება ყველაფერი უმარტივესი ხო არა ხუმდა არაფერი ხუმელში ძალიან მარტივად მზადდება და ნახევრად მართლა ისვენებ და ამიტომ მიყვარს ეს სანამ რაღაც მოიმზადები სანამ თუ დაისვენებ თუ მოკლედ რასაც გინდა აკეთებ ხუმელი თავის საქმეს აკეთებს ხუმელაშვილი მუშაობს და რაც შეეხება პროდუქტებს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი წარმოდგენილია ონლაინ მაღაზიაში Goodwill.g რაც ძალიან მაგარია და Goodwill-ის გუნდი ამ ყველაფერს უმოკლეს დროში აწვდის თქვენ სასურველ მისამართზე მოგაწვდით რომ მისამართსაც მიუთითებთ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან მოსახერხებელია და სწორედ ესეთი ცინცხალი პროდუქტებით შეგიძლიათ თქვენ ძალიან მარტივად იფუსფუსოთ სახლში. იცი რა ძალიან კარგია. მადლობელი ვარ ნამდვილად. ესეთი მარტივია და ესეთი სასიამოვნო რომ მართლა ღირს მოსინჯო სახლში ამის გაკეთება. ხო, მალე თქვენს დააგემოვნებთ უკვე, ხო? ხო, ჩავჭრათ ერთი ყაბაყი. ხო, მოვაბზოდა ბორჯომიც მაინც. იმიტომ რომ გავხსენი ისიამოვნეთ და შეიგზენით სიმსუბუქე. ძალიან მე ჩამოვარ. სასიამოვნო ამბავია. აი ამას გარნირად რას მოუსვა? იცი რა, თუ შიგნით ბრინჯი აქვს, კი ბატონო, თუ არა აქვს, ისევ ბრინჯი, ბულგური, კუსკუსი, რაც გნებავს, ბოლო-ბოლო ცხელი შოთი. რა მაგარია. უამრავი ამის მომზადება, მიტანება შეიძლება რა თქმა უნდა, თუმცა ზაფხულია და ხა ფორმებს ვფრთხილდებით და უმჯობესია რომ ასე მივირთვათ. კი ბატონო იყოს ეგრე. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.